ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზელენსკი მზად არის კურსკის ოლქში გაცვალოს გარკვეული ტერიტორიები. რომელი იქნება ეს, რომელი ოკუპირებული ტერიტორია იქნება, მას არ დაუკონკრეტებია. ის აცხადებს, რომ მისთვის უკრაინული ყოველი გოჯი მიწა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა დანარჩენი. ხო, ანუ საუბარია ზაპოროჟიის ოლქზე, ხერსონის ოლქზე, დონეცკის, ლუგანსკის, რა იქნება აქ არ ვიცით. იმიტომ რომ ვიცით, რომ იქაც კურსკის ოლქში ძალიან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. რეალურად კურსკის ოლქი არის, როგორც იყო ვარაუდი გამოთქმული, იმისათვის, რომ მოლაპარაკებებში რაღაცა გაცვლის როლი შეესრულებინა ამ ოლქს. შესაბამისად, ესეც იქნება. სავარაუდოდ უბრალოდ წინასწარი ინფორმაცია არის იმის თაობაზე, რომ კონკრეტიკა იქნება მიუნხენის კონფერენციის პერიოდში გამოკვეთილი, როდესაც ზელენსკის წარმომადგენლები შეხვდებიან ტრამპის ჯგუფს და იქ იქნება უკვე რაღაცა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი.